გამარჯობა მოგესალმებით. ჩაიარა ახალმა წლებმა ასე თუ ისე და გადავწყვიტე რომ ვიდეო გადამეღო Stranger Things-ზე. თან ახლახანს დამთავრდა 1 იანვარს გამოვიდა ჩვენი დროით ბოლო სერია და გადავწყვიტე რომ ვიდეო გადამეღო ფინალურ სეზონთან დაკავშირებით, როგორი იყო მიმოვიხილო ასე ვთქვათ და მანამდე არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ახლა და ლაიქოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარი. დავიწყოთ იმით რომ მეოთხე სეზონი 2022 წელს გამოვიდა და იმის მერე გავიდა 3 წელი. დაიდო მეხუთე სეზონი და ეს მეხუთე სეზონიც 8 სერიანი იყო. ვითომ არ გვეყვეს 3 წელოდინი, კიდე 3-ად გაყვეს, კიდე ერთი თვე გვალოდინეს ბოლო სერიამდე. არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც ამასობაში ეს მსახიობებიც გაიზარდნენ, ანუ 2022 წელს ხო გამოვიდა მეოთხე სეზონი და თვითონ გადაღებები ხო მანამდე იყო. 2024 წელს დაიწყო მეხუთე სეზონის გადაღებები, ანუ ეს მსახიობები 2016 წლიდან გაიზარდნენ და ანუ იდეაში ხა 14-15 წლის ბავშვებს თამაშობენ ეგენი. ზოგი ცოტა უფრო, ზოგი ცოტა ნაკლებს ასე შემდეგ და სინამდვილეში ზრდასრულები 22-25 წლის მსახიობები არიან უკვე მე მგონი, პატარა ბავშვებს თუ არ ჩავთვლით. ზოგადად ეს არის დღევანდელი სერიალების პრობლემა, რომ ახალი სეზონის გამოშვებას 2 წელს ანდომებენ და მერე უწევთ, რომ ახსნან ამ ხელანახტომი დროში რატო იყო გამოწვეული სერიალში რაღაც მიზეზებს იფიქრებენ. მაგალითად Stranger Things-ში იყო, რომ მეოთხე სეზონი დამთავრდა რაღაცამ ამოხეთქა ჰოკინსში და მერე მეხუთე სეზონი იწყება იმით, რომ ეს ამოხეთქილი ნაპრალები რაც იყო, რკინები იყო გადაფარებული, რაღაცა ცოტა ხანი მშვიდად ცხოვრობდნენ და რომ მოვიდა დრო, რომ გადაიღოთ მეხუთე სეზონი, რა თქმა უნდა, მაშინ მოვიდა ყველაფრის დრო, გაიხსნას ეს რკინები სიტყვაზე, გამოიყენონ პორტალები და ასე შემდეგ. ანუ ზოგადად მოკლედ რა ვთქვა, მეხუთე სეზონი მე პირადად ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ძალიან დიდი მინუსები უპოვა, plot hole-ები იპოვეს ხალხმა და ასე შემდეგ. მაინც მომეწონა მე თან, იმიტომ რომ დასასრული იყო კარგი. ანუ სერიალი იწყება D&D-ს თამაშით და საბოლოოდ თავდება რომ D&D-ს თამაშობენ ისევ. შორს რო არ წავიდეთ, ელის ჩაცმულობაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ვინც იფიქრა სერიალის კეთების დროს, რომ ეს ჩაცმულობა იქნებოდა ისეთი, რომელსაც სერიოზულად აღვიქვამდით, მაგრად უბერავს, იმიტომ რომ ხალხმა სუპერმენს არ გაუტარა ესეთი ჩაცმულობა, რომელიც ახალ ფილმში აქვს და რატომ ელოდნენ რომ ელს გაუტარებდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. მოდი ახალ პერსონაჟზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. მეხუთე სეზონში შემოიყვანეს ესეთი ახალი პერსონაჟი, რომელსაც ქვია Derek Turnbow, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იყო ამ ბოლო სეზონში ჩემი აზრით, თან იმიტომ რომ თვითონ ვეკნას ჰენრის ისეთ რაღაცებს უბედავს და გვეცინება ჩვენ ამაზე. Who gave you this map? Your mom! Look at me! Suck my fat one! რო ძალიან კარგი და საყვარელი პერსონაჟი იყო ბოლოს, თავიდან კი ისე დაიწყო რომ ვითომ ბული პერსონაჟი იყო, მაგრამ ბოლოს ძალიან საყვარელი აღმოჩნდა. თან ორი სახელი ხო აქვს, Deep-Shit Derek და Delightful Derek და ძალიან გაიყო ეს ჩემი აზრით. მეხუთე სეზონში ეს პერსონაჟი საუკეთესო დამატება იყო, რაც კი შეეძლოთ გაეკეთებინათ. თან როცა სერიალი მთავრდება ფინალურ სცენაში, Derek თავის მეგობრებთან ერთად თამაშობს D&D-ს და თუ რაიმე spin-off სერიალს გადაიღებენ, სადაც მთავარი პერსონაჟი იქნება Derek, ძალიან კაი იქნება ჩემი აზრით. ძველ პერსონაჟებზეც რო ვთქვათ, ჩემი აზრით ზედმეტი პერსონაჟები იყო ამ ფინალურ სეზონში შემოყვანილი, იმიტომ რომ მაგალითად მიურეი ბაუმენი და კალიანუ ელის და იყო ზედმეტი ამ სერიალში მთავარ პერსონაჟებს ართმევენ ამ დროს და მეტი არაფერი. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ კი ეხმარებიან ამ მთავარ პერსონაჟებს სიუჟეტის განვითარებაში, მაგრამ ისეც არაფერს არ აკეთებენ, რასაც თვითონ მარტო ეს პერსონაჟები ვერ შეძლებდნენ ჩემი აზრით. გარდა ამისა კიდე არის სამხედრო ნაწილი ამ სერიალში მეორე ბოროტმოქმედად შემოყვანილი, ანუ საიდ ბოროტმოქმედი, რომელიც არის ტერმინატორიდან გადმოთრეული Sarah Connor-ის მსახიობი, არის სრულიად ზედმეტი ჩემი აზრით. ვეკნა არის ამ ხელა სერიალის მთავარი ბოროტმოქმედი და იმის მაგივრად, რომ ამ მთავარ ხაზს დაუთმო მთელი დრო ფინალურ სეზონში, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს მივედით ბოლოში და ეხლა საიდ პერსონაჟებისთვის და საიდ ვილენებისთვის დრო აღარ არის. უნდა დაუთმო თავარ ხაზს დრო, მაგრამ არ უთმობენ დროს და ამით გაყავთ მთელი ამ სერიალის ეპიზოდები,
რაც არ მომეწონა მე პირადად. ძირითად ისტორიასაც რო შევეხოთ ამასთან ერთად, რახან საიდ ისტორია ხო გვაქვს ძირითადი ისტორიაც. ამ ბოლო სეზონში საინტერესო რივიალები გააკეთეს, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი რივიალი იყო ის, რომ Upside Down-ის სინამდვილეში არის განზომილებად შორისი ხიდი. ანუ ორ სამყაროს აკავშირებს, ერთი არის უბსკროლი, სადაც ვეკნა გადატელეპორტირდა იმ სერიაში, სადაც ელი გააკეთებს პორტალს, ასე ვთქვათ და ჰენრის გადაისვრის. ეს უბსკროლი არის მეორე სამყარო, რომელიც Upside Down-ით დაკავშირებულია ამ პირველ სამყაროსთან, სადაც არის ჰოკინს. ეს ძალიან კაი რივიალი იყო ჩემი აზრით, როცა ნენსი იარაღს ამ რაღაცას ესვრის და მე ეს გიგანტური კედელი გაირღვევა, ასე ვთქვათ და კამერა გაყვება მანქანას გარეთ და შემოტრიალდება, გარედან გვანახებენ მთლიან Upside Down-ს როგორი არის, ანუ მთელი განზომილებად შორისი ხიდი გვაჩვენეს და ჩემი აზრით ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს. ანუ კიდე ერთ-ერთი რაღაც რაც დაარივიალეს და რაც მანამდე ეჭვები ქონა ხალხს ეს იყო რომ Mind Flayer-ი იყო ყველაფრის თავი და თავი, ანუ ჰენრიც იყო Mind Flayer-ის კონტროლის ქვეშ. ამაზე უილი ესაუბრება ჰენრის. ჰენრი კი უარყოფს, მაგრამ ჩემი აზრით Mind Flayer-ის კონტროლის ქვეშ იყო ჰენრი მთელი ამ დროის განმავლობაში. ნუ შეიძლება სრული კონტროლის ქვეშ არა და თვითონაც გადაწყვეტილებებს იღებდა ჰენრი, მაგრამ მე მგონია რომ Mind Flayer იყო ყველაფრის თავი და თავი. რახან ვეკნაზე ვსაუბრობთ, მოდი ახალ დიზაინსაც შევეხოთ, რომელიც ვეკნას გაუკეთეს. ჩემი აზრით გაცილებით, ძალიან გაცილებით უკეთესი დიზაინი არის ეს. ძველთან შედარებით, რომელიც მეოთხე სეზონში იყო, ეს ახალი დიზაინი უკეთესი არის, იმიტომ რომ უფრო თავისუფლები იყვნენ. წინა სეზონში, ანუ მეოთხე სეზონში მსახიობს ეცვა ფორმა, ასე ვთქვათ რა, და უმეტესწილად პრაქტიკულად იყო გაკეთებული ვეკნას პერსონაჟი და მინიმალური CGI გამოყენებული. რახან ბოლო სერიაში დაიჭრა ეს ვეკნა, ცეცხლი წაუკეთეს და ასე შემდეგ, დიზაინი შეეცვალა, ასე ვთქვათ. და მეტი თავისუფლება მიეცათ ამ ვეკნას დიზაინის გამკეთებლებსაც, რომ უფრო უკეთესი შეექმნათ. ანუ მეტწილად ეხა ვეკნას დიზაინში გამოყენებული არის CGI, ანუ კომპიუტერული გრაფიკა და ჩემი აზრით ამან გაცილებით უკეთესი გახადა პერსონაჟი. უფრო შიშისმომგვრელი არის პერსონაჟი, უფრო ძლიერი ჩანს. წინა სეზონში საერთოდ არ იყო ესეთი ჩემი აზრით. ვეკნადან გადავიდეთ მოდი სუპერძალებზე და ელს დაუბრუნდეთ. ჩემი აზრით ძალიან სუსტი იყო ელი ამ სეზონში. იმის მიუხედავად, რომ მთელი მეოთხე სეზონი თავის ძალების დაბრუნებაზე ჩალიჩობდა და მერე კიდე ერთი წელი გადის მეხუთე სეზონამდე და მოლოდინი გვაქვს, რომ რაღაცა ძალიან ძლიერი გახდა ელი, მაგრამ ისეც არაფერს არ აკეთებს საერთოდ, რისი მოლოდინიც ჰქონდა. მაგალითად, მინიმუმ ესეთი ბრძოლას ველოდი მეხუთე სეზონში, რომ ვეკნას და ელის დაპირისპირება მინიმუმ ესეთი დონის იქნებოდა, მაგრამ არაფერი ესეთი არ იყო. ყველა პატარა რაღაცის აწევაზე ცხვირიდან მოდის სისხლი და წვალობს მთელი ძალი. მაგალითად, ამ სატვირთო მანქანის აყირავებაზე ისე წვალობს, რომ შეგეცოდება ამ რკინის ფილის აწევაზეც ძალიან ბევრს წვალობს. ანუ რატო იყო ელი ესეთი სუსტი მეხუთე სეზონში, წარმოდგენა არ მაქვს. ივარჯიშა ამისთვის, ძალები დაიბრუნა, მეხუთე სეზონამდე ვარჯიშობდა, ასე ვთქვათ, ანუ ერთი წელი, ანუ წინა სეზონიდან ამ სეზონამდე სერიალის დროის მიხედვით ხო ერთი წელი გავიდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ხო ვარჯიშობდა წესით. და რატომღაც ახლა ამ სეზონში არის სუსტი, როცა უნდა იყოს ძლიერი. რომ არ ევარჯიშა ან ბოლოს დაშავებული ყოფილიყო და ეხა მეხუთე სეზონში საავადმყოფოში გაეღვიძა და ამიტომ არ იყო ისეთი ძლიერი როგორცაც მოველოდით კიდე ხო, მაგრამ როცა ამდენი ივარჯიშა კიდე ესე რატო უჭირს ამ ყველაფრის გაკეთება წარმოდგენა არ მაქვს. დაჟე უილი, რომელმაც 2 წამის წინ მიიღო ძალები, უფრო ძლიერი არის ელზე. იმიტომ რომ პირველ რიგში დაუკავშირდა ვეკნას თავის გონებაში, ფეხი მოტეხა, ცოტა ხანი აკონტროლებდა კიდეც, რომ გაქცევა მოესწრო მაქს და ჰოლის. ამასთან ერთად კიდე დემაგორგენები აწია ჰაერში, დალეწაძულებში და თავისი მეგობრები გადაარჩინა. ანუ ამ 2 წამის დამოღამებული ძალებით უილი უფრო ძლიერი რატო არის ვიდრე ელი, ეს ცალკე საკითხი არის კიდე. მაგრამ როცა ელი ამდენი ხნის სუპერძალებიანი პერსონაჟი არის სერიალში, ესეთი სუსტი არ უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით. კაი, მოდი მთავარ ნაწილზე გადავიდეთ და სცენარსაც შევეხოთ. მთელი მეხუთე სეზონის მთავარი სიუჟეტური ხაზი არის ის, რომ ვეკნამ უნდა შეაგროვოს 12 ბავშვი, რომელიც მაინც და მაინც არ ვიცი რატო უნდა შეაგროვოს და ამაზე არც რეჟისორებსაც გაუციათ დაზუსტებული პასუხი. Mind Flayer-მა უნდა გამოიყენოს ეს 12 ბავშვი, იმიტომ რომ სუსტი გონება აქვთ და ორი სამყარო გააერთიანოს. თითქოს გასაგები არის ეს ვეკნას ხაზი, კაი,
მაგრამ ეს ბავშვები, როდესაც ესეთი შეიარაღებით მიდიან ამ ხელა ბეხლეტი რაღაცის დასამარცხებლად, ძალიან სისულელედ მიმაჩნია. ამ სეზონის ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია plot armor-ი, ანუ პერსონაჟები სცენარულად არიან დაცულები სიკვდილისგან, სულ რო გოძილა გადმოუხდეთ. ანუ მაგალითისთვის რო ავიღოთ, ძალიან კარგად ვიცით, რომ სამხედრო ვერაფერს ვერ უშვება დემაგორგენებს, თან რა შეიარაღება აქვთ, ბრძოლის სცენასაც ვხედავთ, ანუ მთელ იარაღებს აცლიან და ვერაფერს ვერ უშვებიან საერთოდ, მაგრამ ამ სცენაში, სადაც ლუკას მაქსიმი ყავს და ლიფტში შედის, არიკეტება კარები და რა უნდა გააკეთოს ლუკასმა, ფეხს ურტყავს დემადოგს და უკან გადააგდებს. ანუ ამ ხელა სამხედრო ნაწილი ვერაფერს ვერ უშვება და რატომღაც ლუკასმა ერთი ფეხის მოქნევით გადააგდო დემადოგი უკან. თან ეს იმიტომ მოხდა, რომ პერსონაჟები სცენარულად არიან დაცულები და არა იმიტომ, რომ ლუკას ბეტმენი ვიცალა აქ, რომ დემადოგი ერთი ფეხის მორტყმით უკან გადააგდოს. იგივე სიტუაცია არის ფინალურ ბრძოლაში, სადაც ამ ხელა რაღაცას Mind Flayers ებრძვიან ბავშვები ესეთ შეიარაღებით. გამოვყოთ ნენსი. ნენსი არის ძალიან დიდი იღბლის ფარით დაცული. თავში ერთი ქვაც რომ მოხდეს ნენსის ეგრევე მოკვდება. რო არაფერი ვთქვათ ამ ხელაპირით შეჭმაზე, ანუ ძალიან დიდი plot armor-ი აქვს ამ სერიალში ყველა პერსონაჟს და იმენა არ კვდებიან, იმიტომ რომ რეჟისორებმა ესე გადაწყვეტეს. მოდი ბოლო ნაწილზე გადავიდეთ ახლა, სადაც ამარცხებენ ჰენრის, აჭრიან თავს და თითქოს აქ მორჩა სერიალი ეხა ხო, მაგრამ რო timelines დახედავ სერიალის ყურების დროს, შეამჩნევ რომ 1 საათი არის დაახლოებით კიდე დარჩენილი და ფიქრობ, რას გააკეთებენ ამ 1 საათში. ეს ბოლო სერია არ მოეწონა ხალხს, მაგრამ მე მომეწონა, იმიტომ რომ ბოლო 1 საათს უთმობენ პერსონაჟებთან გამომშვიდობებას, ასე ვთქვათ. ამ ბოლო ბრძოლიდან გადის 18 თვე და გვაჩვენებენ, რომ ზოგი ქორწინდება ერთმანეთზე, ზოგი ემშვიდობება ერთმანეთს, იმიტომ რომ სხვა ქალაქში მიდიან საცხოვრებლად, სხვა გეგმებს აწყობენ, ასე ვთქვათ. და ბოლო სცენა სერიალში არის, როცა D&D-ს თამაშობენ მთავარი პერსონაჟები, ანუ ბავშვები. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იყო ეს მომეწონა, იმიტომ რომ სერიალი იწყება ესე, ბავშვები თამაშობენ D&D-ს და სერიალიც ესე მთავრდება და ძალიან კარგი მომენტი იყო. მით უმეტეს რომ ბოლოს ისე მთავრდება, რომ ეს ძველი ბავშვები ადიან ზევით და ახალი ბავშვები ჩამოდიან, რომ D&D თამაშონ და როგორც ზემოთ თქვი, თუ spin-off სერიალს გადაიღებენ რაიმეს და სადაც მთავარ როლში იქნებიან ეს ახალი პერსონაჟები, დიდი სიამოვნებით უყურებ. ფინალური სერიის ბოლო ნაწილში რაც მომეწონა ყველაზე მეტად იყო, რომ რეჟისორებმა მაყურებელი საგონებელში დატოვეს, არის თუ არა ელი ცოცხალი. ჩემი აზრით ცოცხალი არის მარტო იმიტომ, რომ ვიზუალურად გაჩვენეს ის თეორია, რომელსაც მაიკი ყვება. ანუ რო ყოფილიყო, რომ მარტო მაიკი ყვება ამ ყველაფერს და არაფერს არ გვაჩვენებენ ვიზუალურად, კიდე საგონებელში მეც ჩავარდებოდი, რომ ანუ მოკვდა თუ არა ელი, ზუსტად არ ვიცით. მაგრამ ამ ყველაფერს ვიზუალურად გვაჩვენებენ. თან ისე გვაჩვენებენ, რომ მაიკის სიტყვებს ზუსტად არ მიყვებიან, ასე ვთქვათ რა. და ჩემი აზრით, ამიტომ ცოცხალი არის ელი, იმიტომ რომ ამ ყველაფერს არ გვაჩვენებდნენ ცოცხალი რო არ იყოს ჩემი აზრით. Stranger Things-ზე დიდი ხანი შეგვიძლია ვისაუბროთ, მთელი 2 საათი შემიძლია მე მაგალითად, მაგრამ მოდი ახლა დაგემშვიდობებით. თქვენ არ დაგავიწყეთ, რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეოს და დატოვოთ კომენტარი. ნახვამდის.